2000 წლის წინ ჩვენთან რომ მოსულიყო ადამიანი ღმერთის მაძიებელი და ჩვენ რომ გვეთქვა მისთვის ღმერთი ადამიანად მოვიდა და აგერ ხალხს ესაუბრება და ჩვენ მას მივიყვანდით ქრისტესთან და ფაქტობრივად ჩვენი საკეთებელი მე არც არაფერი აღარ იყო. ანუ ჩვენ ჩამოყალიბებულმა წევრებმა ასე უნდა შეხედონ ყოველ ახალ მოსულ ადამიანს. ანუ ბარიერი კი არ შეუქმნათ ქრისტესთან ურთიერთობაში. არამედ დავეხმაროთ ნებისმიერი ბარიერის დაძლევასა და გადალახვაში და ვასწავლოთ როგორ მივიდეს სწორად ქრისტესთან. ამას აქვს მეორე მდგენელი. ეს არის შინაგანი ცხოვრება. შინაგანი ცხოვრება, რომელიც გულისხმობს ღმერთის ძიებას და კომუნიკაციას საკუთარ თავში, როგორც ტაძარში. ღმერთის განკაცებამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც გააკეთა სამყაროში, არის ის, რომ ჭურჭელად შექმნილი ადამიანი ღვთის ტაძრად გადაიქცა, რომელშიც ქრისტესადმი ერთგულების გამო ჯერ ძე ღვთის ამკვიდრდება ადამიანში და მასთან ერთად მამა და სული წმინდა, როგორც იონე მახარებელი გვასწავლის. ამიტომ იქ სადაც ძველ აღთქმაში ვკითხულობთ, რომ რომელიმე მართალი ღმერთის წინაშე დადიოდა, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ შეუქმნელ ნათელს ხედავდნენ თავის გარეთ, შეუწველი მაყვალი მოსეს თავზე არსებული ნათელი. როდესაც მოციქულები ხედავენ იესო ქრისტესგან გამომკრთოლვარ ნათელს, შეუქმნელ ნათელს თაბორის თავზე. ამ დროს ახალი აღთქმის ადამიანები სულიწმიდა ღმერთის მოციქულებზე გარდამოსვლის მერე შეუქმნელ ნათელს ხედავენ უკვე საკუთარ თავში შიგნით. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ის უდიდესი საიდუმლოება, რომელიც არსებობდა ყოველთვის სამყაროს შექმნიდან, განცხადდა ახალ აღთქმაში ქრისტეს მიმდევრებში, ანუ წმინდანებში. და პავლე ამბობს, დიდი პავლე ამბობს, რომ მე თქვენ ახლა ამ საიდუმლოებას განგიცხადებთ ქრისტე თქვენში. და ადამიანი, რომელიც მოდის ეკლესიაში, ჩვენ ვცდილობთ, რომ სულიერი ცხოვრების ეს ორი საიდუმლოება დავანახოთ. ქრისტე ჩვენში და ევქარისტია. ეს ორივე არის ეკლესიის ორი დიდი საიდუმლო. და თუ ჩვენ ადამიანებს ამ ორივეს მივაწოდებთ და ვასწავლით, ამით იდიდება იესო ქრისტე და რადგან იქ სადაც ქრისტე იდიდება, მობრძანდება სულიწმიდა ღმერთი, ასეთ სამრევლოში სულიწმიდა ღმერთი იმკვიდრებს სამრევლოზეც და თითოეული ადამიანის შიგნით როგორც ტაძარში. და იწყება სამრევლოს აღორძინება, რომელიც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ადამიანში იწყებს აღორძინებას მირონცხების დროს მინიჭებული ნიჭები. ესეთი ადამიანები ხდებიან ნათელნი ამასოფლისა და ეკლესიის საზღვრის გარედან იზიდავენ ღვთის მაძიებელ ადამიანებს და ხდებიან ნამდვილი მისიონერები.